მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი სასიამოვნო ნამდვილად არ არის და ნუ აი რის გარშემო შევიკრიბეთ? ჩვენ შევიკრიბეთ კურიერის ექსკრემენტების გარშემო, კურიერის თხევადი განავლის გარშემო, რომ განვიხილოთ და ასე შემდეგ. რა მოხდა? ნუ მოკლედ კურიერმა, ნუ აი ეგეთი სასწაული დამთხოვა არის, რომ თან ვოლტის კურიერმა და ასევე კიდევ ერთი სასწაული დამთხოვა, რაც ნუ აი ვერ ჯდება რა ლოგიკაში. ინდუსმა კურიერმა ვოლტის შეკვეთის მიტანის შემდეგან პროცესში მოისაქმა სადარბაზოში პირდაპირ კარების გვერდით და ვიდეოც არსებობს ამისი, მოდი ნაწილობრივ გაჩვენებთ, ნაწილობრივ განახებთ მთლიანად არა. ეს ვიდეო გამოაქვეყნა Instagram გვერდმა ილია უნიან კონსერვატორმა, გამოიწერეთ მისი გვერდი, კაი ადამიანია. და თავიდან რომ ვნახე ეს, მეგონა რომ არ ვიცი სადმე რუსეთში მოხდა, ან ბელარუსში, ან სადმე და უბრალოდ ინტრიგისთვის დაიდო რა. მაგრამ არა, თავად ვინც ეს ვიდეო გამოაქვეყნა, ვიცნობ მაგ ადამიანს და მის კორპუსში მოხდა ეს. და ის კადრებიც მანახა როგორ იღებენ ამ ვიდეოს, აი ეს რეგისტრატორი და მოკლედ მთელი ამბები და ნუ რო ვთქვა რომ შოკირებული ვარ არ ვარ, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი რამე არის რა, მათთვის, მაგ კონტინგენტისთვის, მაგ ხალხისთვის, ერისთვის, ჩვეულებრივი რამე არის რა. ხო და აი მოდი გაჩვენებთ რა ცოტას. ოდნავ მივიდა ვოლტის კურიერი, ჩაიკუზა, ცოტა ებიქნა, თან ტელეფონს სკროლავს, Instagram სკროლავს თან. თუ არ ვიცი რა ხდება და შემდეგ წავიდა. მოკლედ რა, ეს დამთხოვა არ არის. ვისაც არხი გამოწერილი გაქვთ ეს ვიდეო გემახსოვრებათ და მოდი მოვუსმინოთ ერთხელაც, რაც ბევრს ხუმრობა ეგონა, მაგრამ არა. კონკრეტულ ხალხს ქუჩაში მომჯმელებს, იმიტომ ვეძახი, რომ ქუჩაში მომჯმელები არიან. კაი, ვნახოთ ვიდეო, უცებ პატარა მონაკვეთი. ზოგადად შეიცვალა რა, როგორ ვხედავთ სიბინძურესაც კი. ადრე მაგალითად მიდიხარ ქუჩაში და შეგხვდა ძაღლის განავალი. ხო? ან უბრალოდ განავალი. შენ ხვდები ეგრევე რომ აქ იყო ძაღლი. დღეს აი ეგ ძაღლი რო იყო აღარ არის გარანტირებული, რომ ზუსტად რა მეგობრებო და ამიტომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ არ ვიცი რა დარგისწავლობს განავალს, აი რომ გაარჩიო რა თვალით ადამიანმა ეს ძაღლის იყო, ცხოველის თუ ადამიანის, მაგრამ ეგ უნდა ვისწავლოთ. რომ გავარჩიოთ რა, იმიტომ რომ აღარ არის მართლა გარანტირებული, რომ გაივლი და განავალს დაინახავ, რომ ეგ ძაღლის იყო ან კატის. აღარ გვაქვს ეგ გარანტიები. წაგვართო ეს ყველა გარანტია. ხო და ნუ სხვა გზა არ არის რა, უბრალოდ ყველამ უნდა დააბოიკოტოთ, რა თქმა უნდა, ცივილურად და ასე შემდეგ კომპანიები, რომლებიც ასაქმებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯვავენ კორპუსებში. პირველი ვინ არის? პირველი ვოლტი არის, რა თქმა უნდა და ყველას მოგიწოდებთ, რომ ვოლტზე თქვათ უარი, აღარ ისარგებლოთ ვოლტით და არც ერთი კომპანიით, რომელიც მსგავს ადამიანი, მსგავს ჰომინიდებს ასაქმებს თავის კომპანიაში და ეხლა ეს ვიდეო კი დაიდო, მაგრამ თქვენ თუ გონიათ რომ ამის გამო ვოლტი მას გააგდებს, ცდებით. თუ რაღაცა ეროვნულ სკანდალად არ იქცა, არანაირი ვოლტი არავის არ გააგდებს. და ეს პირველი შემთხვევა არ არის რა, ნუ ინტერნეტი სავსე არის ვიდეოებით, სადაც ვოლტის კურიერები, ნუ დამთხოვა არის ეგეთი, რომ თან ინდუსი არის ეს ადამიანი, მაგრამ ეგ დამთხოვა არის, ცხადია ხო. ინდუსი და არაჰიგიენური ქცევა ეს ერთად არ მოდის, ხო? სადაც ან ჭამენ, ან იპარავენ, ან რაღაცა ეგეთი ხდება. პირადად მე მაქვს გამოქვეყნებული ბოლო 2 წლის მანძილზე მგონი 3 ვიდეო. 3 ვიდეო, სადაც მსგავსი რამ ხდება და ნუ კურიერი ხვდებით ალბათ ვინც არის. და არაფერი არ ხდება, ვოლტს ფეხებზე კი დიხართ და ვოლტს ფეხებზე კიდია, რა მოხდება. იმიტომ რომ არ მცირდება რა შემთხვევები. არაფერს ვოლტი არ აკეთებს, ამიტომ სხვა გზა არ არის. კომპანიები, რომლებიც ასაქმებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ ისაქმებენ ჩვენს კორპუსებში, უნდა დავაბოიკოტოთ. დაიწყეთ ვოლტით.
რა თქმა უნდა, ვოლტის რაღაცა PR კამპანია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს უარყოს, ან ჩაახშოს, ან რამე ეგეთი, მაგრამ ჯერ მარტო მე მაქვს რამდენი ფაქტი, რომელიც დამიდია იქ Instagram-ზე აქეთ-იქით. მოკლედ რა, ეს მარტო მე და კიდე რამდენი ადამიანი არის, ხო, გადახედეთ ინტერნეტს. სხვა გზა არ არის რა და იმ მთავრობა ძალიან კარგად მოიქცევა და რო რამე მე არ ვარ არც ოპოზიციონერი არც პოზიცია ან ხმა არ მიმიცია არასდროს არავისთვის ან მოკლედ მაგ მხრივ შორს ვარ რა ანუ არც ერთი პარტია არაფერი მსგავსი მაგრამ კარგს იზავს ეს მთავრობა თუ კი როგორ თქვა რა აი ასეთ რამეებს დააკვირდება მასობრივ მიგრაციაზე და მსგავს რამეებზე 1000 ვიდეო მაქვს ჩაწერილი შეგიძლიათ ნახოთ მაგრამ კარგი იქნება თუ აი სისულელე აღარ იქნება რომ აი იღებ თვეში 1000 რაღაცა ლარს, მაშინ აჰა ცხოვრების უფლება. არ არის რა ეგ კარგი, მართლა არ არის. უბრალოდ არ ღირს ეგ მაგათ რა, ანუ არანაირი წვლილი არ შემოაქვთ საზოგადოებაში, არანაირი პირიქით იწვევენ ზიზღს, სიძულვილს და აღვივებენ რასიზმს. და გთხოვთ აი ამას შეხედეთ რა, ოდნავი სერიოზულობით. არ შეიძლება ასე გაგრძელება, არ ღირს, ანუ მართლა არ ღირს, არაფერს არ ვიღებთ მაგით. ანუ მესმის ის არგუმენტი, რომელსაც პრინციპში ყველა ატრიალებს, რომ აი მაგათ ხარჯზე ეკონომიკა მოიქოქება რაღაცა მასობრივი მიგრაციით და რამე და რუმე, მაგრამ არ ღირს. საბოლოო ჯამში ადამიანი თუ ავადმყოფი არ არის, ან ჯუების მიერ ტვინგამორეცხილი არასდროს არ იტყვის, რომ ეკონომიკური ბუსტის გამო მოდი კორპუსებში მოისაქმონ. ანუ მაგდონემდე არის რა, ეხლა სერიოზულად, ანუ კორპუსებში ისაქმებენ. და ეს მე მგონი არ ვიცი, მესამე შემთხვევა არის, რომელიც დაფიქსირდა ყოველ შემთხვევაში ბოლო 1 წლის მანძილზე. ისე TikTok-ზე და რაღაცა ნაგავ აპლიკაციებში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მეჭვმექ რომ იქაც ბევრი ის იქნება. ნუ მოკლედ რა, ეს ვოლტისთვის არის ჩვეულებრივი რამ. ჩვეულებრივი. და არანაირი რეაქცია მაგას არ მოყვება. ვინმე მიცის ვინ არის ეგ კურიერი დაარეპორტეს არ ვიცი ავტორიტეტებთან დიდი ალბათობით არა და ეჭვი მაქვს რომ რომც მოხდეს დარეპორტება რომ ისეთი არაფერი არ მოყვება არანაირი დეპორტი არაფერი მსგავსი და ახლა ამ ეს ვიდეო რატო გაჩვენეთ რა ნუ წესიერ ადამიანებს იმიტომ გაჩვენეთ რომ ნუ თან ვიცინეთ უბედურებაზე და თან ნუ რაღაცა რა მაგრამ რატო ჩავწერე ეს ვიდეო იმიტომ რომ ბრბო ისეთი ცხოველი ისეთი პირუტყვი არის ბრბო რომ თუ არ გააგიჟე მსგავსი კადრებით არ ანახე და რაღაცა აი ეს პროლეტარული რაღაცა ზიზღი რაღაცა იმან არ გაიღვიძა მათში ისე ვერ ხვდებიან რომ რაღაცა პრობლემა არსებობს რა ქვეყანაში ისე ვერ ხვდებიან და მით უმეტეს არც იქცევიან, იმიტომ რომ ეგ არის აი ბრბოს ბაგ რეპორტი რა რო ავიღოთ, აი ეს არის ბაგ რეპორტი ბრბოსი. სამწუხაროდ ბრბოს სიძულვილის გარეშე არ შეუძლია რამე მნიშვნელოვანი რომ მან გააცნობიეროს, ან ვიმე მოქმედებაში რო გადაიზარდოს რამე რო გააკეთოს მაგასთან დაკავშირებით. თორე ხო ეხლა ესე ვის უკვირს, ვინმეს უკვირს, ანუ ალბათ იმას უკვირს, ვისაც არასწორი წარმოდგენა ქონდა იმაზე თუ როგორ მოქმედებს მაგ კონკრეტული ხალხის მიგრაცია. ნუ მოკლედ რა. არ არის ეს კაი ამბავი. სამწუხაროდ პოლიტიკა თქვენს მხარეს არ არის, ვისაც ეს გაწუხებთ. ამიტომ უნდა აიტანოთ რა. ანუ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ვოლტის კურიერები ყველანაირად თავზე დაგვაჯვავენ და არა მარტო კურიერები რა, მოდი თლიანად დავიღოთ კონკრეტული ჯგუფი Minecraft-ში არსებული ხალხის. რაც საზიზღრობა არის და გავიმეორებ აი პატარა მომენტს რომ ამაზე რომ არაფერი არ ხდება, არაფერი რადიკალური, ამით მართლა წახალისება ხდება ძალაუფლება რა ხალხსაც აქვს მათ მიერ რასიზმის. იმიტომ რომ მე ბევრს ექნება სიძულვილი. ინდოელი ხალხის მიმართ, რაც ცუდი არის, ხო? უნდა დაუქმოთ. რასიზმი, სიძულვილი, რაც შეიძლება მერე კონფლიქტში გადაიზარდოს. და ანუ პოლიცია რა თქმა უნდა ქართველს გაამტყუნებს, იმიტომ რომ ეხლა გასაგებია რატომაც. და ეს ყველაფერი თავიდან რო ავირიდოთ, მოდი არ გვინდა რა. არ გვინდა ეგ იდიოტიზმი, რომ აი აჰა, ფულს იმუშავებ 1600 ლარს თუ რაღაცა და აჰა, იცხოვრე რამდენი ხანიც გინდა. არანაირი წვლილი მაგ ხალხს არ შემოაქვს. საერთოდ არანაირი.
კაი? და ალბათ არ იქნება ეს რაღაცა დიდი განცხადება თუ ქართველი ხალხის სახელით ვიტყვი, რომ სჯობს ნაკლები კურიერი იყოს და ქართველი, ვიდრე ბევრი და აი რომლებიც სახლებში და კორპუსებში გვიჯვავენ, ანუ ალბათ არ იქნება ეს რაღაცა დიდი და სკანდალური განცხადება. ხო, ნუ სულ ეს არის მეგობრებო, ისაუბრეთ ამაზე, იმიტომ რომ როცა პრობლემას ხედავ და პრობლემაზე არ საუბრობ, ხარ პრობლემის ნაწილი. და ისედაც ძალიან ბევრი ნორმი ადამიანია, რომელიც საჭიროა, რომ ცოტა თავში ჩავარტყათ რა, რომ შეიგნე, რაღაცა ხდება. იმიტომ რომ განა ის რომ გვიანი იქნება, უკვე არის გვიანი რა და ეხლა მაინც არ ვიცი რა, ანუ ხალხმა რაღაც სირობით რო იტანჯებიან ამდენი ადამიანები 1000 არა პრობლემით, რაღაცა სერიოზულით მაინც რო დაიტანჯონ, ხო? რა უჭირს მაგას. ხო და ნუ აი ესეთი გამოგვივიდა ვიდეო ეპიზოდი, მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოიწერეთ არხი, გელოდებით სიმპოზიუმზე და რა თქმა უნდა ყველანი გაწევრიანდით დახურულ არხზე, ნიკო swanidze.com-ზე და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და ხო, კარგი იქნება თუ გაირკვევა მაგ ადამიანის ვინაობა, ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ლეგალურ ფარგლებში და დროებით